ზედიზედ მეორე ფრე, ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება სტრასბურგთან. ლიგა 1-ის მერვე ტურში ფსჩემ სტრასბურგს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 3-3 დასრულდა. ლუის ენრიკემ სანაკრებო შესვენებიდან დაბრუნებულ რამდენიმე ლიდერს სასტარტო შემადგენლობიდან არ დააწყებინა, ერთ-ერთი ხვიჩა კვარაცხელია იყო. სამაგიეროდ მოედანს დაუბრუნდა დეზირე დუე, რომელმაც ტრავმის გამო მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა. შეხვედრაში ანგარიში სწორედ დუესა და ბარკოლას ბრწყინვალე კომბინაციით გაიხსნა, მე-6 წუთზე ფსი უკვე იგებდა ბარკოლას გოლით. ამის შემდეგ უპირატესობა სტრასბურგმა გადაიბარა და შედეგშიც ასახა. სტუმრებმა პირველი ტაიმი 1-2 მოიგეს. გამათამბრებელი გოლი პანიჩელიმ მთავარი დარტყმით საპენალტოს წერტილიდან გაიტანა. სტრასბურგი კი წინ დიეგო მორეირამ გაიყვანა. მეორე ტაიმის სტარტზე პანიჩელიმ დუბლი შეასრულა და თითქოს ფსი ახლოს იყო ჩემპიონატში მეორე მარცხთან. 2 წუთით ადრე სანამ დუე მოედანს დატოვებდა, 11 მეტრიანი მოიპოვა, რომელიც ზუსტად გონსალო რამუშმა შეასრულა. შეხვედრაში ბოლო გოლი მაიულუმ 79 წუთზე გაიტანა. კვარაცხელია მოედანზე ბარკოლას ნაცვლად, მეც 60 წუთზე შევიდა და მისი შეფასება 6 ივნისი იყო. ქართველმა 4 ჯერ სცადა კარში დარტყმა, საიდანაც 1 მეკარემ აიღო, 1 დაუფარეს, 2 კი კარს ასცდა. ლიგა 1-ში ფსჩემ ზედიზედ მეორე ფრე ითამაშა, 5 დეკემბერი ლილი 1-1. პარიზული გრანდი ისევ ცხრილის პირველ ადგილზეა, თუმცა მხოლოდ 1 ქულით უსწრებს სტრასბურგს, 2 ით კი მარსელსა და ლიონს, რომლებსაც საკუთარი შეხვედრები ჩასატარებელი აქვთ.